მოგესალმებით მეგობრებო, მე კოტე ვარ, დღეს რამდენიმე სამედიცინო სიახლეს მიმოვიხილავ და მე რამდენიმე კითხვას უპასუხებ კიდე, რომელიც დაგროვდა. პრინციპში რა იყო ახლა საინტერესო ყველაზე ამ ბოლო პერიოდში? ერთი რომ ტელევიზიაში რო იყო ეგ ამბავი, რომ ისო საშინელება კატასტროფა ზეიმზედის ზეთი და რაღაც ეგეთების სიმსივნის რისკს ზრდის და აგრესიული სიმსივნის რისკს, ხო? ეგ დასტურდება თაგვებში, ანუ იმ ცხოველებში, ეგ არ დასტურდება, ეგ ადამიანებში რო ვთქვათ, რომ რაღაც ადამიანებისთვის საშიშია, არ არის ეგრე და არც მიიჩნევა პირიქით, ანუ გულსის ხსრებთა დაავადებების რისკს ამცირებს ისა რაღაც ზონზე. ნუ საუბარი არის, რა თქმა უნდა, რომ ომეგა 6 და ომეგა 3-ის ბალანსს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. და როცა ბალანსი დარღვეულია, ანთებას იწვევს ორგანიზმში. ეგეთი ესე დიდი ხანია ცნობილი, ან მან ახალი ისეთი არაფერი არაა, მაგრამ აი რამე რო ვთქვათ, რომ რაღაცა შეიცვალა მედიცინაში ამ კუთხით და რაღაცა მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს, არა. ჯამში რაც უნდა ვიცოდეთ არის, რომ ზოგადად ნებისმიერი ზეთი თუ გააცხელე ძალიან მაღალ ტემპერატურაზე, კარცინოგენებს წარმოქმნის. ეს ძალიან დიდი ხანია ცნობილია და ძალიან ბევრ ვიდეოში მაქვს ამაზე ნასაუბრები, ანუ ამაში ახალი არაფერი არ არის და ის ფაქტი, რომ რაღაცა მზესუმზირის ზეთი გამორჩეულად და სახელდობრ რამე სიმსივნეების რისკს ზრდის, ეგ არის დიდწილად ტყუილი, არაფერი ხელშესახები მანდ არ არის და ახლა ოდესმე რაღაცა თუ დამტკიცდება, მეჭვება ეგეც მომავალში, თუმცა თვალყური ვადევნოთ. მეორე საკითხი არის აი ეს იმისი კოვიდის ახალი შტამი რო არა და ხო ეს ახალი შტამი არის ეს NB1.8 რაღაც. ხო. ხა აქ რა არის ისეთი საინტერესო? საინტერესო ისაა, რომ ეს შტამი ვრცელდება ძალიან ჩქარა. ეგ აქ თორე რა ვთქვათ, რომ რაღაც მაგალითად სიკვდილიანობის რისკმა მოიმატა, უფრო მეტი ადამიანი ავადდება ძალიან, ან ეგეთი რაღაცა არა, ეგეც არა სიმართლე. შესაბამისად, განსაკუთრებული ისეთი არაფერი არა აქვს, ახასიათებს იგივე ჯამში იგივე სიმპტომები. ხო, ნუ ამბობენ, რომ ზოგჯერ სხვანაირად მიმდინარეობს, თუმცა ყელისტკივილი, ხველა, ცხელება კლასიკური სიმპტომები აქვს, ანუ არაფერი განსაკუთრებული არა, გაციებას გავს და გრიპს. შესაბამისად, ეგ არის ეს ახალი შტამი, უბრალოდ ჩქარა ვრცელდება, ეგ აქვს ისა, ხო, ყველანი თავარი და ნუ არის ეს სიმპტომები რა აქ იყო, რა ეს 16 სიმპტომი, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთო და აქ ზუსტად ეს კლასიკური გრიპის სიმპტომებია, რამე განსაკუთრებული არ არის, მაღალი ცხელება, მშრალი ხველა, სისუსტე, ყნოსვის დაკარგვა, ცხვირის დახშობა, ყელისტკივილი, თავის ტკივილი, კონექტივიტი, თვალების ისა ტკივილი, კუნთების და სახსრების ტკივილი და გამონაყარი თავბრუსხვევა, ცხელება, აი რო გაციებს ეგ და იმის დაკარგვა და ქოშინი და მადის დაკარგვა. ხო, ისეთი განსაკუთრებული მოკლედ არაფერი არა, ეგ ისედაც იყო, ეგ სიმპტომები ქონდა, ყველას რა თქმა უნდა, ვისაც კოვიდი აქვს, ეგ არ ექნება ეგ სიმპტომები და ეგ არც არის ზოგადად უბრალოდ ისა ჩვეულებრივად თახილობა მეტი არ ცხვირიდან ჩამოდის და ცხვირი დაეხშობა და всё ეგრე გადაივლის ნებისმიერ კოვიდს. ზოგს ეგეთი იმუნიტეტი აქვს, საბედნიეროდ ძალიან კაი, ასე რომ, ანუ აქაც რამე ისეთი რო ვთქვათ, რომ რაღაც საგან გაშო და ეგეთი გვაქვს, არაფერი არ აქვს, უბრალოდ ცუდი ისაა აქ რა ამ შტამს, რომ პროსტა ბევრი ადამიანი ავადდება, იმიტომ რომ ვრცელდება ჩქარა. ხო, და კიდე იყო ერთი სიახლე იმაზე, ეს ხო, ეს აპარატი იყო, მაგრამ ეხლა ეს საქართველოში როდის შემოვაყენებთ, ის ბარეტის ეზოფაგიტის ის არის, ადვილად რო დიაგნოსტირება მოახდინოთ, მაგისთვის არის და ანუ აქ ის მთავარი რა არის ახლა აქ, რომ მოკლედ ენდოსკოპია იყო რა საჭირო, უნდა გააყლაპო ის ზონდი, რომ დაათვალიერონ საყლაპავი და საყლაპავში გადაგვარებული უჯრედები თუ არის, ეგენი უნდა შეამჩნიონ და მერე ისა ბიოპსია უნდა და ნუ ჯერ დაკვირვება, მერე ბიოპსია და ასე. და ნუ საყლაპავის კიბოს ადრეული ისა შემჩნევისთვის გამოიყენება ან რისკის შესაფასებლად.
და გამოიყენეს ახლა ეს კაფსულა, რომელსაც გადაყლაპავ და ის გაიბერება და აგროვებს თავისით უჯრედებს და ძალიან გამარტივებული ფორმაა მოკლედ. ხო, ანუ არაფერი ისეთი არ არის. ან პაციენტს გამარტივდება ძალიან ცხოვრება. აი ამის არ მოუწევს იმ ზონდის გადაყლაპვა და რაღაცები რთული პროცედურების ჩატარება. ეგ არის სიახლე და ხო, ნუ საქართველოში როდის დაინერგება არ ვიცი, მაგრამ რო გამოიგონეს კაია. კიდევ ბევრი სიახლეა სხვა შორის და ძალიან დიდი სიჩქარით აჩქარდება ახლა სამედიცინო სიახლეები და ამიტომ გადავწყვიტე რომ სამედიცინო სიახლეების ვიდეოები შემოგთავაზოთ ხოლმე. იმიტომ რომ რეალურად ძალიან საინტერესო რაღაცები მოხდება, გული მიგრძნობს უახლოეს პერიოდებში და ავარჩევ მნიშვნელოვნებს და გეტყვით ხოლმე რა არის ისა საინტერესო ძალიან. ხო, აქ იყო ესეთი კითხვა, რომ სუნიან უფსრა უშველო და მაგალითად მაქვს ზუსტად საუბარი აი ამ ოფლიანობის ვიდეოში. რა შველიან იმას ალუმინზე დამზადებული დეოდორანტები, ისინი ანტიპერსპირანტები როა, მაგით ეგ შველის, ხო, სუნიანი რას ნიშნავს ახლა, ანუ სუნიანი არის ყველა ოფლი, რომელშიც ბაქტერიები მრავლდება და ყველაში მრავლდება მერე და უბრალოდ ჭარბად ვინც ოფლიანობს, იმას მეტად აქვს სუნი, იმიტომ რომ ადვილად მრავლდება ეს ბაქტერიები და სხვა ნივთიერებებს რომ მოინელებენ ამ ოფლში, ეს ბაქტერიები ეგ არის სუნი მერე, რასაც ჩვენ ვგრძნობთ. და მაგისთვის საუკეთესო საშუალება არის ანტიპერსპირანტები, ნუ ბანაობა რა თქმა უნდა რეგულარული დაბანვა ანტიპერსპირანტების გამოყენება და ბოტოქსი, მაგალითად თუ იღლიაშია განსაკუთრებით, ანუ ბოტოქსი იყენება ხოლმე და ის ბოტოქსი თიშავს მერე იმ საოფლე ჯირკვლებს და აღარ არის სუნიც და აღარ არის ოფლიც ნაკლებია. ხო, კენჭი არ მაქვს, ნაღველი მტკივაო და რა ვქნაო. ხო, ამაზე ძალიან გთხოვთ ხალხო, რომ ეს უყურეთ ხოლმე ვიდეოს, იმიტომ რომ ანუ ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, ანუ თქვენთან არ მაქვს არანაირი პრეტენზია და არც არავისთან, მაგრამ ხდება ხოლმე ეგეთ რაღაცა, რომ ზუსტად იმავე ვიდეოში, რომელზეც იმ პრობლემაზე საუბრობ ხოლმე ძალიან ბევრს, ზუსტად იგივე კითხვას მისვავენ ხოლმე, რომ აი რა ვქნა ამაზე, უბრალოდ უყურე ვიდეოს, ბოლომდე მეტი არაფერი არ უნდა ქნა და გაიგებ დეტალურად ყველაფერს. ხო, ფარშები ჯირკვალზე ძალიან ბევრი ვიდეო მაქვს ჩაწერილი, ვისაც გაინტერესებს შეგიძლიათ მოძებნოთ იმაზე, YouTube-ში ჩაწეროთ რაღაცა თემა, მერე კოტე ცოდვა მიუწეროთ და მიცე ძებნოთ და ესე მოძებნით ნებისმიერ თემას, რომელზეც მე ვიდეო მაქვს. ანუ მე ისე ვაკეთებ ხოლმე თეგებს, რომ მაგალითად იქ ტკივა კუჭი. კუჭის ტკივილი კოტე ცოდვა თუ მოძებნი, ამოაგდებს იმ ვიდეოს, სადაც კუჭის ტკივილზე საუბრობ, ან გულწმარვა კოტე ცოდვა, ან ისა ფარისებრი კოტე ცოდვა და ასე შეგიძლიათ ნებისმიერი თემა, რაც გაინტერესებთ, მოძებნოთ ჩემი ვიდეო. ძალიან ბევრი ვიდეოები მაქვს, 1000-მდე ვიდეო მაქვს რა. ნახავ ესე მაინტერესებს რამდენი ვიდეო მაქვს. მე მგონი რომ 1000-მდე მაქვს. ზუსტად არ ვიცი რომ არ მოგატყუოთ, ამიტომ შევამოწმოთ და გეტყვით. აჰა, 1600 ვიდეო მაქვს. 1600 სამედიცინო ვიდეო მაქვს. ასე რავი, აი გაქვთ ისა 1600 სამედიცინო ვიდეო ჩათვალეთ, რომ თითო ვიდეოს სკრიპტს რო წერ ხოლმე 10-20 გვერდი გამოდის საშუალო თითო ვიდეოს სკრიპტი. და 1600-ზე წარმოგიდგენთ 16000 გვერდიანი წიგნია. 16000 გვერდიანი წიგნი არ არის ჰარისონის წიგნი. ჰარისონი არის მთავარი შინაგანი მედიცინის წიგნი, რომელიც გამოიყენება მედიცინაში. და ისა შესაბამისად, რავი, არის ყველაფერი, ვისაც გინდა შეგიძლიათ მოძებნოთ ნებისმიერ თემა. თუ არა მაქვს რაღაც თემა, შეამჩნევთ რომ არ მაქვს, მითხარით გავაკეთებ მაგ თემაზე. ოღონდ მოძებნეთ მანამდე სამ ისა. ხო. ეგ არის. კიდე ხარ რამდენიმე კითხვას უპასუხებ. და ხო. შემდეგი საკითხი არის რა საინტერესო იყო. ხო, ანუ მადლობის ვიდეო იმის კომენტარებს არ წავიკითხავ, იმიტომ რომ ამ ძალიან ბევრია და რაღაც ანუ ძალიან გულს მიხარებს მე რო ვკითხულობ, მაგრამ რომ წავიკითხო რაღაც ისე გამოვა, ამიტომ არ ვკითხულობ ხოლმე მადლობის ვიდეოებს და ეგ იცოდე. მე ვკითხულობ, მაგრამ ხმამაღლა არ ვკითხულობ ხოლმე და თუმცა ყველას იმადლობელი ვარ. როცა Nexium-ს
სვავ მაშინ კარგად ვარ. ხო, ნექსიუმი არის ესმოპრაზოლი იგივე. ოღონდ ნუ ერთ წელზე მეტი თუ გამოიყენებს ფრთხილად სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ. ეგ მნიშვნელოვანია. ხო, აი აქაც ინკურნება თუ არა ქრონიკული გასტრიტი. მაქვს ამ თემაზე ძალიან ბევრი ვიდეო მაქვს და ხო, ბევრ შემთხვევაში ikურნება, ბევრ შემთხვევაში. ხო, შემდეგი რა არის? ერთი წელია ვიკეთებ, მეორე ტიპის დიაბეტი მაქვს, 15 კილო დავიკელი. ჯერ კარგად ვარ, კარგად უნდა იყოთ. ოზემპიკზეა ისა? კითხვა. ხო, კი ბატონო, ანუ ოზემპიკი არის ძალიან ეფექტური დიაბეტისთვისა და წონის შეკლებისთვისაც ორივესთვის შესაბამისად. არ არის პრობლემა, შეგიძლიათ გამოიყენოთ. სიზმრებს როცა ვნახულობ, ეს როგორი ძილია მეხსიერებისთვის, მე ვფიქრობ, ასეთ დროს ტვინი იღლება. თქვენ რას იტყოდით? მაგაზე რას ვიტყოდი და ეგ არის REM ძილის ფაზა, როცა ადამიანი ნახულობს სიზმრებს და არ იღლება ტვინი მაგ დროს არა. პირიქით, ანუ აღმდგენი ფაზაა და რაც მეტად არის მაგ ფაზაში ტვინი, მით მეტად დასვენებულია შესაბამისად არ არის ეგ პრობლემა თქვენთვის. შესაბამისად შეგიძლიათ ნახოთ სიზმრები რამდენიც გინდათ, არ არის პრობლემა. მე პრინციპით დავანებე თავი ყველაზე მთავარია მონდომება და რა თქმა უნდა სიგარეტის დანებების მიზეზი, ნუ ვიწვალე, მაგრამ საბოლოოდ გადავაგდე და აღარასდროს გავეკარები სიგარეტს. ძალიან კაი მიხარია და მართალი ხართ. ან თუ ადამიანს შეძლებს რომ დაანებოს თავი, მაგაზე კარგი რა უნდა გააკეთოს. შესაბამისად კი ბატონო, 100%-ით. ხო. შემდეგი კითხვა არის ალოჰოლზე რას იტყვითო? ანუ თქვენ კითხვა ეხება ალბათ ამას, ალოჰოლი 10 ტაბლეტი როა რაღაც ისა ნაღველი შესქელებული ნიორი ჭინჭარი ნახშირი. რავი, აბა რამე განსაკუთრებული არაფერი არ არის ახლა ეს. თუმცა ცუდი კომბინაცია არ არის. ანუ რო გითხრათ რომ რამე გაიდლაინებში მოცემულია და რამე სამკურნალოდ გამოიყენება, ესე არ არის და როგორც დამხმარე საშუალებად ისა დამხმარე საშუალებად შესაძლებელია მისი გამოყენება, მაგრამ ანუ არც ერთ გაიდლაინში მოცემული ეს არ არის, რომ რამეში გამოიყენეთო. ანუ სერიოზული კვლევები ამას არ აქვს, არაფერი ასე ვერაფერს ვერ ვიტყვი ამაზე. ხო. შესაბამისად, რავი, მოსინჯეთ თუ დაგეხმარებათ, ახლა თუ არა, დაშავით არაფერს არ დააშავებს ისეთ შემადგენლობად, ხა ნახშირი, ჭინჭარი, ნიორი, მშვენიერი. შესაბამისად არაფერი ისეთი არ არის. ხო, და ალოჰოლი აძლევს ხვედრის უჯრედების სეკრეტულ ფუნქციას, იწვევს ზომიერ ქოლესტერეტულ ეფექტს, ასტიმულირებს ნაღვლის მჟავების სინთეზს, ზრდის ოსმოსურ გრადიენტს ნაღვლსა და სისხლს შორის. ხო, რა ვიცი, ანუ ეს რო ეხა ასტიმულირებდეს და რაღაცა ეს სერიოზული ეფექტი ქონდეს რომ მეეჭვება, რომ ასტიმულირებდეს ეხა ეგ კაი არ იქნება, ვისაც ნაღველი აწუხებს მაგისთვის, პირიქით შეიძლება სპაზმი გამოიწვიოს ნახვის ბუშტიზე ატკინოს ნახვის ბუშტი, ასე რომ მთლად საბოლოოდ არ აკეთებს, იმიტომ როგორ უწერია, რომ ისე კოლეცისტიტის დროს ინიშნებოდა. თუ სპაზმს იწვევს იმისი, რა ქვია, ნახვის ბუშტის მაშინ რანაირად ინიშნება კოლეცისტიტის დროს. ხო, ანუ მოგეთ, რამე აღიარებული მედიკამენტი არ არის ხა ეს და ცუდი შემადგენლობა არ აქვს. დაშავით დის არაფერს არ დააშავებს, ასე რომ შეგიძლიათ მოსინჯოთ. თუ მოგეწონებათ, გამოიყენოთ, არ მოგეწონებათ, დაანებებთ თავს. ხო. შემდეგი.
მე მაქვს ლავანდის შემცველი დამამშვიდებელი, საფრენაში ვცხოვრობ და აფთიაქებში იყიდება. ახლახან აღმოაჩინეთ და გაუგნებული ვარ, როგორი ბეჯითი და ერუდირებული ბრძანდება. მადლობა დიდი. და გადმოცემთ საკითხებს და სამწუხაროდ 15 წელია საფრენაში ვცხოვრობ და არ გიცნობთო. გამიხარდა ძალიან თქვენი კომენტარი და მადლობა ამისთვის. ბავშვობიდან მაქვს ფოთო, ასე დავიბადე. მამა მყავდა ზუსტად ასეთი და გენეტიკურად გეთანხმებით გენეტიკურია. კი, აქვს გენეტიკური ისა გენეტიკური საფუძველი და არ არის პრობლემა. ეხლა დღეს მით უმეტეს ფოთვის მკურნალობა სრულიად შესაძლებელია და არაფერ დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. კაი, ეს იყო პრინციპში რაც მინდოდა. აი ესე გავაკეთებ ხოლმე რა, რომ ან ძალიანაც ვერ ვახერხებ რაღაც ძალიან დიდი დრო დავუთმო იმ კითხვა-პასუხს, მაგრამ ესე გავაკეთებ ხოლმე, რომ რამდენიმე სიახლეს, სამედიცინო სიახლეს გაგაცნობთ ხოლმე და რამდენიმე კითხვას უპასუხებ. აი ეგ იქნება ჩემი ფორმატი. თუ ავეწყე ძალიან მშვენიერი იქნება, ნახოთ აბა. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, თუ მოგწონთ არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.